საკომპოსტო გროვასა და ორმოში უამრავი სასარგებლო და პათოგენური მიკროორგანიზმია, რომელთა გარკვეული კონტროლის სასურველია, თუმცა აუცილებლობასაც არ წარმოადგენს. საუკუნეები ადამიანები კომპოსტს იყენებენ ყოველგვარი კონტროლის გარეშე და არაფერი საშინელება არ ხდება, ეპიდემიას გულისხმობ რა თქმა უნდა. თუმცა ცალკეული ადამიანების, განსაკუთრებით სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანების დაავადების შემთხვევები არის და იქნება მომავალშიც. ეხლა რა ვიცით იმის შესახებ, რომ ჩვენი იმუნიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა. ამიტომ უმჯობესია გარკვეული ზომები მივიღოთ რისკის შესამცირებლად. მთავარი პათოგენი, რომლის გამრავლება ყველაზე უფრო ხშირად ხდება საკომპოსტოში, არის სოკო ასპერგილი. რა თქმა უნდა, უამრავი სხვადასხვა სოკო და ბაქტერია შეიძლება საკომპოსტოში იყოს და არის კიდეც, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად ასპერგილუსი ხდება საკომპოსტოდან ფერმერის დაავადების მიზეზი. რა თქმა უნდა, ასეთი დაავადების შანსი საკმაოდ მცირეა, მაგრამ თუ რაღაც მცირე დროს საკომპოსტესაც დაუთმობთ, ასპერგილუსის გამრავლების შანსსაც შევამცირებთ და კომპოსტის ხარისხსაც მკვეთრად გავაუმჯობესებთ ჩვენი მცენარეებისათვის. ეხლა, კომპოსტში მიმდინარე ბიოდეგრადაციის პროცესების შედეგად კომპოსტის შიგნით ტემპერატურა უფრო მაღალია ვიდრე გარემოს ტემპერატურა. კარგი იქნება, თუ ელექტრონული თერმომეტრის სენსორს რაიმე წვეტიან საგანზე დავამაგრებთ და საკომპოსტე გროვის სიღრმეში ტემპერატურას შევამოწმებთ. აუცილებელია, რომ კომპოსტი პერიოდულად დავასრულოთ, რომ ტენიანობა იყოს მაღალი, თუმცა დაჭაობებაც არ არის სასურველი. დაბალ ტენიანობაზე ასპერგილუსისათვის უკეთესი პირობები იქნება. მაგრამ ვიმეორებ, მეორე მხრივ წყალიც არ უნდა დადგეს და ჭაობი არ უნდა მივიღოთ. ეხლა, თუ საკომპოსტეს სიღრმეში ტემპერატურა 55 გრადუსზე მეტია, ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან ძირითადი პათოგენი სოკო ასპერგილუსი 55 გრადუსზე ზემოთ ნადგურდება. ამიტომ უყურეთ, თუ გროვის ცენტრში 55 გრადუსზე მეტი არის ტემპერატურა, მის ირგვლივ აუცილებლად იქნება ზონა, სადაც უკვე 30-დან 55 გრადუსამდე იქნება ტემპერატურა. ეხლა, აი ეს ზონა 30-დან 55 გრადუსამდე ეს არის ასპერგილუსის უპირატესობის ზონა. ამიტომ სასურველია ასეთი საკომპოსტე გროვა პერიოდულად შევურიოთ და წყლით გავაგრილოთ. სინესტე, როგორც მოგახსენეთ, ასპერგილუსს მაინც და მაინც არ უყვარს. ეხლა, როცა გროვა ძალიან დიდია და მაღალია, მის ცენტრის ტემპერატურის შესამცირებლად უწყვეტ რეჟიმში შერევას ვერავინ ვერ განახორციელებს. ძალიან შრომატევადია. მაგრამ პერიოდულად 2-3 დღეში არევა, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, იმიტომ რომ მოხდება მასების გადაადგილება ამ შიდა და გარე ზონებს შორის. შიდა ზონა პრაქტიკულად თავისუფალი იქნება ასპერგილუსისაგან, ხოლო ის რაც ცენტრში გადაინაცვლებს, ის გადაცხელდება და შესაბამისად, ასე იგი ასპერგილუსი იქ დაიღუპება. ეხლა 30-45 გრადუსი აი ამ ზონის გარეთ იქნება სხვა ზონა, უფრო დაბალ ტემპერატურული 15-30 გრადუსი, სადაც უპირატესობა ექნება უკვე ტრიქოდერმას, ასპერგილუს ვერა. აი ტრიქოდერმა იქ პრაქტიკულად ყველაფერს გაანადგურებს, მით უმეტეს თუ გარედან ვასხამთ ტრიქოდერმის ხსნარს. და ეს ზონა, როგორც გითხარით, 15-დან 30 გრადუსამდე სადაც იქნება, იქ ტრიქოდერმას ექნება უპირატესობა. ეხლა ზამთარში გარე ფენა 15 გრადუსზე ნაკლებიც იქნება. და აი ამ ზონაში უკვე პრაქტიკულად აღარ მოხდება კომპოსტის ფერმენტაცია, თუმცა მულჩად ეს ნაწილი მაინც გამოდგება. ეხლა საუკეთესო ვარიანტია, თუ ჩვენი საკომპოსტე გროვის ტემპერატურა არსად არ იქნება 30 გრადუსზე მაღლა. ასეთ შემთხვევაში მთელ საკომპოსტეში პარად წაიყვანს ტრიქოდერმა და ჩვენი კომპოსტი
იქნება იდეალურად გადამუშავებული და მცენარეებისათვის საუკეთესო. ამისათვის საკომპოსტეს სისქე 9 მეტრზე მეტი არ უნდა გავხადოთ. ეხლა დასკვნის სახით კიდევ ერთხელ როგორ მოვუაროთ საკომპოსტე გროვას ანორმას. პირველი, გავზომოთ ტემპერატურა კომპოსტში რამდენიმე წერტილში სხვადასხვა სიღრმეზე. მეორე, ხის ტოტების და ფიჩხის ჩამატება დაგროვების პროცესში ყოველთვის კარგი იქნება, რათა კომპოსტი არ დაიპრესოს და მოხდეს უკეთესი აერაცია. შემდეგ, წყლის და პერიოდულად ტრიქოდერმის ხსნარის დამატება, რათა საკომპოსტე მასა არ გამოშრეს და გაგრილდეს, რა თქმა უნდა. და შეძლების დაგვარად მოხდეს საკომპოსტე მასის შერევა, განსაკუთრებით თუ მასში არის 30 გრადუსზე მაღალტემპერატურული ზონები. ეს მინიმალური ვიღაცისთვის შეიძლება არც ძალიან მინიმალური, მაგრამ არც ისე ძნელად შესასრულებელი ზომებია, რომელიც უნდა შევასრულოთ, რომ მივიღოთ რაც შეიძლება მაღალხარისხოვანი კომპოსტი. ელექტრონული თერმომეტრის სენსორს ვამაგრებთ რაიმე ჯოხზე. ამ შემთხვევაში რკინაზეა დამაგრებული, ახლა ტემპერატურა არის 19.5 გრადუსი ჰაერზე, 19 და 4. და ამით შეგვიძლია საკომპოსტეს სიღრმეში ვნახოთ რამდენი იქნება ტემპერატურა. აი კომპოსტი უკვე ცოტა დამრჩა. აი ამით შეგვიძლია გავზომოთ. ეს უნდა ღრმად ჩავიყვანოთ და ვნახოთ რა მოხდება. აი ტემპერატურა შეხედეთ როგორ გაიზარდა 21 და 3. დაახლოებით 2-3 წუთია საჭირო. ძალიან მაღალიც არ არის. სანამ ეს საკომპოსტე უფრო დიდი იყო, 30 გრადუსზე ზევით ტემპერატურა არ გამიშვია, მე ვასველებდი, აი 22 გრადუსზე დასტაბილდა შეიძლება ითქვას. ანუ ყველაზე უფრო ცხელი წერტილი ამისა, სადღაც 22 გრადუსს არ აღემატება. ზამთარში ვიმეორებ, სიღრმეში 30 გრადუსზე მეტად არ გამიშვია. და ტრიხოდერმით რომ ვასველებდი, ბროსორად ვასველებდი ერთია და მეორეს ტრიხოდერმას ვუმატებდი. აქ ტრიხოდერმა უკვე გამრავლებულია, იყო მისთვის იდეალური ტემპერატურა. შეხარჩიე ბატონი, ახლა ეს არის ძალიან კარგი ხარისხის კომპოსტი, ის რაც მის სიღრმეშია. იქ ასპერგილუსის გამრავლება არის გამორიცხული, იმიტომ რომ ტრიხოდერმა ასეთ ტემპერატურებზე ასპერგილუსს უბრალოდ შეჭამს. ასპერგილუსი, როგორც მოგახსენეთ, უფრო მაღალ ტემპერატურებზე 30 გრადუსზე ზევით და ყველაზე უფრო 37 გრადუსზე ჭაბნის ტრიხოდერმას. ეხლა აი როგორც ხედავთ 22 გრადუსია ყველაზე სიღრმეში 22 და 1.